მოგესალმებით მეგობრებო. ჩემ გამომწერებს მადლობას გიხდით საინტერესო კომენტარებისთვის და განსაკუთრებით გორის საქართველოს შენ გიხდი მადლობას ძალიან თბილ კომენტარებს მიწერ ხოლმე და მადლობა ამისთვის მეგობარო. ეხლა გადავალ თემაზე. დღეს პრემიერმა კობახიძემ გამართა ბრიფინგი, სადაც ისაუბრა კერძო ნარკოტიკების ჩანაცვლებით პროგრამებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ასეთი კერძო ჩანაცვლებითი პროგრამები აღარ იქნება ამ ქვეყანაში და მივესალმები ამ ამბავს, ძალიან კარგი ამბავია ეს. დღესდღეობით საქართველოში უამრავი კერძო ჩანაცვლებითი პროგრამა არსებობს, სადაც დადის ძალიან ბევრი ადამიანი. იდეაში კერძო ჩანაცვლებითი პროგრამები, კერძოც და სახელმწიფოც იმისთვის არსებობს, რომ იქ მისულ ადამიანებს დროთა განმავლობაში დოზის კლების მეთოდით უნდა გადააგდებინონ ნარკოტიკი და გამოუშვან ამ პროგრამებიდან დაითხოვონ. მაგრამ სამწუხაროდ საერთოდ სხვანაირად არის დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში ეს ამბავი მოწყობილი და მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც 5, 10 და ზოგი 15 წელიწადია დადიან ასეთ ჩანაცვლებით პროგრამებში. კერძო ჩანაცვლებითი პროგრამები, რომელიც არის ფასიანი, ორიენტირებული არ არიან იმაზე, რომ იქ მისულ ადამიანებს ნელ-ნელა დოზის კლების მეთოდით გადააგდებინონ ნარკოტიკი და რომ დაითხოვონ ამ პროგრამებიდან. არა, პირიქით კერძო ჩანაცვლებითი პროგრამები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ იქ მისულმა ადამიანებმა რაც შეიძლება დიდხანს იარონ ასეთ პროგრამებში და პირდაპირ ფულის ტომრებს ხედავენ ამ დაავადებულ ადამიანებში და მათი ინტერესია, როგორც უკვე აღვნიშნე, რაც შეიძლება დიდხანს იარონ ამ ადამიანებმა ასეთ პროგრამებში, რომ რაც შეიძლება მეტი ფული მიიტანონ იქ. დღეს მდგომარეობით რა რეალობაც გვაქვს ამ კუთხით, კერძო ჩანაცვლებითი პროგრამები არიან უბრალოდ საშუალება, რომ ლეგალურად მიხვიდიან და შეიძინონ ნარკოტიკი და იკაიფო და სწორედ იმაზე არიან ორიენტირებული, რომ რაც შეიძლება მეტი ნარკოტიკი გაასაღონ ადამიანებზე და საერთოდ არ არიან იმაზე ორიენტირებული, რომ იქ მისულ ადამიანებს როგორც უკვე აღვნიშნე, ნელ-ნელა დოზის კლების მეთოდით გადააგდებინონ ნარკოტიკი და გამოუშვან ამ პროგრამებიდან. სწორედ ამიტომ არის, რომ მივესალმები კობახიძის დღევანდელ განცხადებას და ძალიან კარგი ამბავია დღეს, რაც განაცხადა კობახიძე. სახელმწიფო თუ ამ პროგრამებს სწორად განახორციელებს, რა თქმა უნდა, მოუტანს ეს პროგრამები სიკეთეს ადამიანებს და გადააგდებინებს ნარკოტიკს. ასე რომ კი ჯანმრთელ ცხოვრებას და არა ნარკოტიკს და კი ჯანსაღ საზოგადოებას და არა დაავადებულ საზოგადოებას. ეს არის რისი თქმაც მინდოდა და იმედს ვიტოვებ, რომ ძალიან მალე ჩვენ საზოგადოებაში ნაკლები ნარკოდაავადებულები იქნებიან და ჩვენ საზოგადოებაში ნაკლებად იქნება ხელმისაწვდომი სხვადასხვა სახის ნარკოტიკები. მოკლედ ეს არის რისი თქმაც მინდოდა და იმედი მაქვს, რომ სწორად და გასაგებად ავხსენი ეს ამბავი, რაც მინდოდა რომ მეთქვა.